სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ შეიძლება იყოს ნახევარი საქართველოს პატრიარქი. და ეხლა მაგის საფრთხე გვაქვს. ხო, აბარა. ბევრი ამ ეკლესიაში მოხვდა, უბრალოდ აწყვეტილი ფაფარაშლილი გიჟი. ეს არ იყო პატრიარქის კულტურა. და შესაძლოა არც აყოლია ესე, მაგრამ დუმილი ახალისება, ხო. ეს ლევან სუთიძეა, მეგობრებისა და ახლო ნაცნობებისთვის მნათე. ტაბულას მთავარი რედაქტორი და პატრიარქ ილია მეორის ყოფილი სტიქაროსანი. პატრიარქი არ იყო ესეთ რაღაცა ხეშეშფოთლოვანი ფიგურა, სადაც რაღაც ზის, იქიდან რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაღაცა სინტაქსით, რომელიც არაფრით არ განსხვავდება პარტიული მესიჯ ბოქსიდან, ხო? მიყვარხარ პატრიარქოს, რომ იძახის ხალხი, ცოტა მეუხეშება, იმიტომ რომ მას ხონდა ძალიან მკაცრად, რომ უწმინდესოსაც ვერ დაუძახებია. თქვენ უწმინდესობა. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ ილია მეორეზე. გაჩერდა თუ არა კათოლიკოს პატრიარქის გული, ის იქცა ოფიციალურად უკვე წმინდანად. და ასევე იმაზე, რა იქნება მის შემდეგ. მართლაც უსა და უარეს შორის უნდა არჩიო. მე რაც ვიცი ამ მომენტში, მიტროპოლიტ შიოს არ აქვს 20 ხმა. უბრალოდ ღრმად შორს არის 20 ხმიდან, რომელიც საჭიროა, მარტივი 39 კაცია, მარტივი უმრავლესობა გჭირდება, 50% პლუს 1 ხმა იგებს არჩევნებს. ეგ 20 ხმა ამ წამს არ აქვს. ის რომ სინოდში იქნება ხმა და ოპოზიცია, ეს არის გარდაუვალი ვინც უნდა ირჩიონ იმ შემთხვევაში. ის რომ ოპოზიციურ ხმას ასევე სინოდში ექნება უფრო მეტი საჯაროობა, ესეც გარდაუვალი მგონია. ბევრი ეპისკოპოსია უკვე, ვისაც ყველში ამოვიდა რა ბიძინა. ძალიან ბევრი.